როგორ იყო თქვენ დროს? ჩვენი ჩარჩოებიდან მე პირადად და არა მარტო მე, ჯერ კიდევ ვერ გამოვედით. და ალბათ ვერ გამოვალთ. იმიტომ რომ ეს თითქმის შეუძლებელია. ვინც მართლა იყო მარკ ზუკერბერგი და ილონ მასკი ამ ქვეყანაში, ამ ჩარჩოება გაანადგურა. იყვნენ. მაშინდელი, ესე ვთქვათ, ხედვა რა იყო, რომ კარგი შვილი გავზარდე, ანუ როგორი გავზარდე? შენი პედესტალის შეფუთვა იყო შენი შვილით. ეს რაღაცა საჩვენებელი იყო, რომ აი მე ასეთი შვილები გავზარდე. და მარტო დეაჩემი კი არ მართლა რჩევს, მეც ვასწრებ დეაჩემს რჩევებს ყობა. მახსოვს რომ განუწყვეტლივ ვტიროდი. ამას შეჭამ, ამას დალევ, ამას ჩაიცმევ, ამ დროს მოხვალ და ყოჩახდეთ. რას ამბობთ, რომ შესაძლებელია რომ სკოლაში არ იაროს და მერე რა? საჯარო სკოლაში გადავიყვანე და არა, 2-3 ჯერ. აი, და რა? არაფერი არ რჩება სკოლის ბოლოს, არაფერი არ იცი. ვაიგო დამეხმარა. ყველა შეურაცხყოფა, ცემა, ხელით შეხება, ეს იყო თავში ალგებრის წიგნი. ვეი, რამდენჯერ მომხვედრია. ილია ჭავჭავაძე თუ არ იცი, ვინ არის და რა გააკეთა, ვერ გაიგებ მის წიგნებს. გეთანხმები. მასწავლებლებიც ალბათ არა? მასწავლებლებს ნუ გამახსენებ. რაღაცა ხო მაინც არსებობს კალაპოტი, რაშიც უნდა ვიაროთ, ხო? როგორც საბჭოთა კავშირის დროს სექსი არ იყო, ისევე არ იყო საბჭოთა კავშირის დროს თინეიჯერული ასაკი. რატომ არ მოგწონთ ძველი ფილმები? მე მოგიყვებით აგერა. კარგი, ერთ კითხვას დაგისვამ. ილია ჭავჭავაძე რომ აი ეს რაღაც ფიქციაში გადავიდეთ, რომელ ვიდეო თამაშს ითამაშებდა? არა, ძალიან ჭკვიანური რამე ვთქვი ახლა და მაგრამ რა მაქვს პირადი ინტერესები ერთი კითხვა. აბა რას ფიქრობს? ტაში მეგობრებო. გამარჯობა, მე გვანცად არასელია ვარ და თქვენ უყურებთ ჩემი პოდკასტის მორიგ ეპიზოდს. პოდკასტი იწერება პოდკასტ არეაში. დღესაც განსაკუთრებული საუბარი გვექნება, რადგან ამ მაგიდასთან ვსხედვართ 3 სხვადასხვა თაობის შვილი. 3 სხვადასხვა აღზრდის შედეგი. დღეს ვისაუბრებთ ოჯახზე, სკოლაზე, ბავშვობაზე, ცხოვრებაზე, სრულად განსხვავებული 3 პერსპექტივიდან. ჩვენი სტუმრები არიან ბაია დვალიშვილი, მსახიობი და ეგრეთ წოდებული ბეიბი ბუმერების თაობის წარმომადგენელი და ნიკო გერსამია ჯენზის თაობიდან და ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი ამ თაობის და მილენიალელი მე შევეცდები რომ ჩვენ ვისაუბროთ ყველაფერზე ძალიან გულწრფელად და ვეცდები რომ ჩვენ გავუგოთ ერთმანეთს კარგად. იმედია ეს ეპიზოდი დაგეხმარებათ თქვენს შვილთან ან თქვენს მშობელთან საუბრის დაწყებაში, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ და დღეს ძალიან გულწრფელად ვილაპარაკებთ და ვეცდებით გაჩვენოთ, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ან უკეთესი ან უარესი თაობა. დღეს ვსვამთ კითხვებს, რომლებსაც ხშირად თქვენ როგორც შვილი, მშობელი, ბებია, ბაბუა ერიდებით, რომ დასვათ ხანდახან. როგორ უნდა გავიგოთ ერთმანეთის, რატომ გავიზარდეთ ასეთი განსხვავებულები? ან როგორ ავიცილოთ თავიდან ჩხუბი, წყენა, გაუგებრობა, პრობლემები, რომელიც გვაქვს ოჯახში და როგორ ავაშენოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის დაფუძნებული ორმხრივ პატივისცემაზე. დღეს გავიგებთ, როგორ იყო ბაიას, ანუ ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის ბავშვობა, წესები, ჩარჩოები, ოცნებები, ალბათ ტაბუდადებული თემები და როგორ ჩანდა აღზრდის ეს სტილი გარედან და სინამდვილეში შიგნით ოჯახებში როგორი იყო. და ნიკო გვეტყვის, რას ნიშნავს დღეს იყო ახალგაზრდა, განსხვავებულად იფიქრო, შეეწინააღმდეგო, საკუთარი აზრი დააფიქსირო, საკუთარი გზა თამამად აირჩიო და ხშირად არ გაინტერესებდეს რა არ შეიძლება. მოდით დავიწყოთ. ძალიან მიხარია რომ გმასპინძლობთ სწორედ თქვენ, იმიტომ რომ ვფიქრობ გულწრფელი და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. ბაიკო, არ მოვიკატუნებ თავს შენობით და პირდაპირ ძალიან უშუალოდ და ძალიან მიხარია რომ ნიკოს გავიცნობ დღეს უკეთ, მეც და შენც. და რაღაცა ჩვენი თაობის წარმომადგენლებს სულ გგონია რომ თქვენ გაიზარდეთ რაღაც ისეთ ჩარჩოებში, მეტ შეზღუდვებში, თითქოს მაშინ იყო ისეთი კოლექტიური აზროვნება და თითქოს ამ აზროვნების ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყავით. ჩვენ გვგონია რომ თქვენ ოჯახებში არ საუბრობდით ბევრს თქვენს მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ღიად რაღაც თემებზე და თითქოს ყავდათ ისეთი ავტორიტეტები სახლში თუ თქვათ სასწავლო სისტემაში, ვისი აზრით ძალიან დიდწილად განსაზღვრავდა თქვენს რაღაც ნაბიჯებს, ცხოვრებას და ასე შემდეგ. პირველ რიგში მაინტერესებს, რამდენად სწორად ვხედავთ ჩვენ
თქვენს თაობას, როცა ასე ვფიქრობთ? სწორად ხედავთ კი, მაგრამ იცი რა ჩვენი ჩარჩოებიდან მე პირადად და არა მარტო მე ჯერ კიდევ ვერ გამოვედით. და ალბათ ვერ გამოვალთ, იმიტომ რომ ეს თითქმის შეუძლებელია. იცი რა არის? შვილი არის შენი მასწავლებელი. შვილი არის ის ადამიანი, რომელსაც უნდა გაყვე, რომლისგანაც ძალიან ბევრი ისწავლო, უნდა მიენდო და მაშინ არ დაბერდები, არ ჩამორჩები დროს, არ აცდები გემოვნებას და შენ კი არ უნდა ჩაკიდო ხელი, ის კიდებს ხელს და უნდა გაყვე. თუ რაღაც მიმართულება შეიძლება წაკრა ხელი წამოკრა, მაგრამ აი ხა მაინტერესებს ძალიან მოусმინო ნიკოს, იმიტომ რომ ამ ბავშვებისგან ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ. სწავლობ იმას, რაც მე არ მქონია და ალბათ არც მექნება. იცით რა, თავის პატივისცემა, შენი აზრის მნიშვნელობა, ის რომ შენ სიმართლეში დარწმუნებული ხარ, ის რომ შენ გაქვს საფუძველი იმისა, რომ კარგად ილაპარაკო და სწორად, იმიტომ რომ შენ განათლება გაქვს მიღებული და საერთოდ უკვე ძალიან ბევრ რამეში ერკვევი. ეს ის თაობა არის. გასაგებია შეცდომებით 16 წლის არევდარევებით, ცოტა უზრდელობებით, ცოტა რაღაცა, მაგრამ მათ აქვთ თავის პატივისცემა. კი, ნიკო, როგორ ფიქრობ, ხარ ესეთი შვილი, როგორცაც ამბობს ბაიკო, რომ შენგან შეიძლება ისწავლონ მშობლებმა რაღაცეები და ეს ხელის ჩაკიდების მომენტი, რასაც ბაიკო ამბობს, მშობელმა კი არ უნდა ჩაკიდოს და ყველგან ატაროს და მშობელმა კი არ უნდა განსაზღვროს მისი ცხოვრება, არამედ რაღაცნაირად იყოს უბრალოდ გზამკვლევი. ჩემს მშობლების თაობა ბნელ 90-იანებში გაიზარდნენ და მე 21 საუკუნეში გავიზარდა. არის ბუნებრივი რაღაც სხვაობები და არის ახლა სხვანაირი ცხოვრება არის, ხო ახლა როცა მაგათაც ჩემი დედა აბარებდა უნივერსიტეტში, სულ სხვა პროცესი ჰქონდა, ვაფშე განსხვავებული, როგორც ხა მე რო ვაბარებ, ხო? აი რითი იყო, რითი არის ეგეთი აი მაგათაც დედა ჩემი რო ჩემხელა იყო, შეეძლო ერთში არ ჯავახიშვილი, ილიაუნი და მე მგონი სულ ეს იყო, მაგრამ ახლა მე სამედიცინო და მაგრამ ჩემთვის ფერმ სოფლიო არის ახლა ამ წამს ღია და აი როცა ვწtildeობ ხოლმე რომ დედა ჩემს აუხსნა აი ეხა ჩემი და არის მერვე კლასში და ვფიქრობთ ეხა რომელი სკოლის სისტემა ჩააბაროს ქართული A-level-ი IB თუ ამერიკული და აი ამას ვუხსნიდი აი ეს ამას ეს ბენეფიტი აქვს ამას ეს ბენეფიტია და არაფერი არ ესპოდა ანუ არა ეხა ესპოდა ბუნებრივია რაღაც ნაწილი მაგრამ ისეთი სხვანაირი არის ჩემი უფროსი თაობის ამდენი განათლების სისტემა რო არის ამდენი უნივერსიტეტი რო არის სოფლიოში ხო ეხა ვერ წარმოიდგენდნენ ეხა და ჩემის თაობაში ვერ წარმოიდგენდა რომ დღეს რომ მე მაგალითად მის შვილი შემიძლია ჰარვარდში გავაგზავნო მაგალითად აპლიკაცია ან ოქსფორდში ან კემბრიჯში და მნიშვნელობა არ აქვს სოფლიოს ყველა ქვეყანაში. კარგი, რადგან განათლებაზე ჩამავარ და მაშინ ლაპარაკი, თითქოს ესეც ძალიან დიდწილად მშობლის ნებასურველზე იყო ხო დამოკიდებული, რომ აი ბავშვს აერჩია გარკვეული მიმართულება და რაღაცნაირად ჩვენც ვითვალისწინებდით, თქვენც ითვალისწინებდით, ხო? აი, რამდენად არის დღეს ეს საერთოდ დღის წესრიგში, რომ შენ მშობელმა გითხრას, სად ჩააბარო, თქვა, რა პროფესია აირჩიო, რა, ეს უფრო კარგია, თქვა. იცი რა არის, ეხა იმ თემასთანაც მივაბა ამას. ეხა ბავშვები, ყველაფერი რაც გინდა ის გამოხო, ხო, ეხა ეს არ არის საბჭოთა კავშირის როცა, აი შენ ეს უნდა გამოხვიდე, სახელმწიფო ამას მოგცემს, სახს მოგცემს, შემდგომ უნდა იმუშაო, ეს აღარ არის ესე. ეს არის თავისუფალი მსოფლიო და ფიქრობ რომ ბავშვი თვითონ ირჩევს ბავშვი ირჩევს თვითონ რა პროფესია უნდა გინდა ექიმი გამო გინდა ინჟინერი გინდა პოლიტიკოსი გინდა კოსმონავტი გინდა იურისტი და მშობელს ჩაკიდებს ხელს ესე და წავედით აი აქეთ აი აქ მივდივარ კი შეიძლება ბავშვი გადავიდეს არასწორ გზაზე და მშობელმა კაი დაბრუნდი შენი მიზანი ეს არის მაგრამ საბოლოოდ ეს ისე უნდა მოხდეს და ხდება კიდეც უკვე უფრო მეტად ამ თაობაში რომ ბავშვი ირჩევს მიმართულებას მშობელი ეხმარება რომ ამ გზაზე სწორედ მივიდეს და რაც უფრო უსაფრთხოდ და რაც უფრო კარგად. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე სწორი გზა ბავშვის გაზრდაში. კარგი ბატონო, ბაი, მე მინდა და მორჩა.
აი ეს არსებობდა თქვენთან ოჯახში? აი შეგეძლო რომ გეთქვა რაღაცაზე რომ მინდა და მორჩა. აი ეს მინდა. იცით რა, მე ხა უარყოფითის ლაპარაკი ყოველთვის უფრო ისეთი არის რაღაცნაირი კარგი და საინტერესო და მომგებიანი. ოღონდ ერთი რაღაცა შევთანხმდეთ, რომ სიყვარული რანაირი მშობელიც არ არის, მოდი სიყვარულზე ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი. და უნდა მისთვის საუკეთესო. დამთავრდა ამაზე. გიყვარდეთ თქვენი შვილი, უყვარს, ნუ როგორ უყვარს, ინსტინქტია ადამიანია და უყვარს, ხო, უყვარს. მაგრამ არის ერთი რაღაცა, რაც ჩვენ დროს არ იყო. გაგიჟებით უყვარდი დედაჩემს, ხანდახან მოვიდოდა და მიჩხვინტავდა, იმიტომ რომ ვერ გამოხატავდა. ხო. მამაჩემს უყვარდი და მამაჩემი ეხლაც ჩემთვის ხატიო თუ მეტყვიან დაკიდე და ვინმეზე ილოცეო, ეს არის მამაჩემი. არ მიკიდია მართალია, მაგრამ აი თუ არჩევან. მაგრამ აი პატივი ვცე შენ აზრს. ან საერთოდ რა აზრი გაქვს ამაზე? ან რა აზრი რას ფიქრობ? ან რა არჩევანი? მე იცით რა არის იმდენად არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი მომბეს დაკიდებაც, მაგრამ იმდენად დედაჩემი და მამაჩემი ჩემთვისაც ფიგურა იყო გარდა იმისა, რომ ყველა რომ აი შენ დედა და შენ არ უნდა ხო იცი შენი მამიკო და ხო იცი რომ მე იცით წავიშალე მე იმდენად ამისგან დათრგუნული კი არ ვიყავი, არა, პასუხისმგებლობა მქონდა ისეთი, რომ მე რამე არ გამეკეთებინა ისეთი, რომ არ შემერცხვინა, ან არ ეთქვათ, რომ აი მითითება, რომ ეს რა გააკეთა და ამიტომ მერჩივნა, რომ არ ვყოფილიყავი. ეს იყო გადასარევი პოზიცია. აი კარგი ვიყავი. აი ეს ოღონდ როგორი კარგი არ ვიცი, აი დამჯერე დაკომპლექსებული ამის გამო ძალიან ჩაკეტილი ვიყავი მორცხვი ვიყავი ოღონდ როგორი იცით აი კანკალი მეწყებოდა ოღონდ თითქოს არ უნდა ვყოფილიყავი მაგრამ ეს პასუხისმგებლობა რომ მე უნდა ვიყო შენ იმ ოჯახის სარკე უნდა ყოფილიყავი რომ მე მომეკითხება რომ ჩემს გამო არ თქვან რომ ეს რა შვილი გაზარდეს და რაღაცა ამან ქვეცნობიერად იმოქმედა ამიტომ არც დედაჩემი იკლავდა თავს და არც მამაჩემი ეკითხა რა გინდა ან რას აირჩევან ამას შეჭამ ამას დალევ ამას ჩაიცმევ ამ დროს მოხვალ და ყოჩახდედა მაშინ იყავი კარგი გოგო ხო? კი, ამას მე ვაკეთებდი. ოღონდ იქაც უნდა ისე ვყოფილიყავი, რომ ყველას ეთქვა, აი ყოჩახ, ბაია, ყოჩახ. ბაიკო, ერთი ნიუანსი მაინტერესებს, თუ გასაგებია როგორ ოჯახსეთ ვსაუბრობთ. პიროვნულს კარგავ ყველაფერს. როგორ ოჯახსეთ ვსაუბრობთ, საქვეყნოთ ცნობილ ოჯახზე და ასე შემდეგ, სპეციალურად აღარ გავაკეთე ამაზე ძალიან დიდი აქცენტი, მაგრამ აი მართლა მაინტერესებს ეს ნიუანსი. ეს ასე ვთქვათ, აღზრდის სტილი თუ ზოგადად ეს ნიუანსები იყო იმიტომ, რომ ეს ესეთი ძალიან ხელის გულზე არსებული და ყველასათვის დასანახი იყო ეს ოჯახი თუ ეს ზოგადად იყო ასეთი არა ზოგადად იყო აღზრდის ზოგადად იყო და იცი რა მგონია ეს იყო მშობლების როგორ გითხრათ რაღაცა რომ აი რა კარგი შვილები ყავს ანუ ეს რაღაცა შენი პედესტალის შეფუთვა იყო შენი შვილით ეს რაღაცა საჩვენებელი იყო, რომ აი მე ასეთი შვილები გავზარდე. რას ნიშნავდა კარგი შვილი? აი რამდენიმე სიტყვით რომ დავახასიათოთ, აი მაშინდელი, ასე ვთქვათ, ხედვა რა იყო, რომ კარგი შვილი გავზარდე, ანუ როგორი გავზარდე? კარგი შვილი არის, რომელიც სტუმრად იქცევა კარგად, არ ჭამს მშიერიც რო იყოს, იმიტომ რომ არშია დედამ სახლში აჭამა. პიანინოზე უკრავს, იმიტომ რომ აუცილებელია შვიდწლედი დაამთავრო. ნუ ალბათ კარგია, მაგრამ ხა ჩემ შულს არ დავამთავრებია, იმდენად შემაძულეს ჩემ დროს ესა დაკვრა. და რაღაცა ზოგადი განათლება და იცი რა, რომ მე მშობელი ვიყო ამაყი და მე გავხედო იქ სტუმარს, როგორ უყურებს ჩემს შვილს და თუ კარგად არ შეხედა, ესე იგი ჩემი შვილის ბრალია. ოღონდ იცი რა, ეხა მე ვუტრირებ. რა თქმა უნდა, რომ კარგად გავიგოთ ზოგადად რა და მე იცი რა იყო, ყოველთვის იყო მოცემული ძალიან მაღალი სტანდარტი. აი მაგალითად პირველად მე როცა ვიქრძენი, რომ მსახიობის არ ვიცი რაღაცა მდგომარეობა სცენაზე
ეს იყო როცა მე მოვიკუზე პიანინოზე დაკვრით და დედაჩემმა გადაწყვიტა მე არ გადამიწყვეტია რომ უნდა წავიყვანო ბალეტზე რომ ზურგში გასწორდეს მიმიყვანეს ბალეტზე ვახტანგ ჭაბუკიანი იყო მაშინ ქორეოგრაფიაში მე უკვე რა თქმა უნდა დავაგვიანე დიდი ვიყავი რომ მივიღე და დიდი მონაცემები არ მქონდა არანაირი მაგრამ დედაჩემმა ბრძანა რომ უნდა ვიარო ბალეტზე იმიტომ რომ გავსწორდე და იყო ესეთი შესანიშნავი ნინო ანანიაშვილის მასწავლებელიც იყო თამარა ვიხაცსავა და დადიოდა ჩემს გამოც მოგვიანებით გაკვეთილები მთავრდებოდა მე ერთ საათს მithმობდა და ეთყობა კარგი პედაგოგი იყო მაშინ მე ამდენი არ მესმოდა და რაღაცები მომცა რაც აი ძალიან მნიშვნელოვანია რა ვერ გეტყვით ეს მე განვითარდა მაგრამ იცით ძელთან რო დავდექი ძელთან და დაიწყო ჩემი გასწორება ჩასმა და მე მითხრა რომ გამოდიო ახლა შუაშიო და შუაში რო დავდექი და სარკეში ჩავიხედე აი პირველი ბედნიერება რაღაცა არაცნობიერი განვიცადე ჩემ და საუბედუროდ არასოდეს არ მაკითხავდა მამა ჩემი არსად იმიტომ რომ ან დედას მივყავდი ან რაღაც მოკლედ და შემოიჭრიტა და დაინახა რომ მე გაწელილი აი რაღაცა და თქვა აბა ამას არა აქვს ახლა ისეთი მონაცემებიო და მე ამ ჩემ ერთადერთ შვილსო ამ სატანჯველზეო ვერ გაუშვებო ხო რომ ბალერინა გამოვიდესო და იქო კორდე ბალეტი ანუ პირდაპირ მაშინ ნინო ანანიაშვილი ჩემ ხელა იყო სწავლ პირდაპირ ულანოვა და ის უნდოდა პლისეცკაია გამختارიყო პირდაპირ პრიმა ბალერინად ვერ დამინახა და წამომიყვანა და ეს რა იყო იცით მე არ მქონდა მე კი მითხრეს შვილო რატო არ გითხარიო ხო და რატო არ უთხარი სკოლაში ვიტყვილებოდი ძალიან დიდხანს რომ მე გადავდივარ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვაიმე არ ოღონდ იცით ან მე რატო არ თქვი ან რატო არ მკითხეს და მე კი მითხრა მამაჩემ შვილო გეთქვა და გადასულიყავი არ ვიცი აი ეს რაღაცა არ იყო წყვეტა იყო აბსოლუტური. ნიკო, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ დიალოგის არსებობაზე საერთოდ მშობელსა და შვილს შორის. აი ხა, რასაც ბაიკო გვიყვება, უცხო არის ძალიან შენთვის? აი ნუ მე მიმარჩნია რომ ოჯახში მე ვლაპარაკობ ხოლმე ხო მე ეს მინდა, მე ამ მიმართულებით წავალ და ეხა გინდათ ყველა მითხრას მე რომ ოჯახში არა ეს არასწორია, მე მაინც მიმართულებით წავალ. ეხლა მე არავის არ მიცემ ნებართვას, რომ აი ვიღაცამ გადამიტყუდოს რა გავაკეთო მომავალში. არ მიცემს ნებართვას, რომ გადაუწყვეტო. სკოლას არც მშობელს არც არავის ხა. მე ხართ მიჭერენ ჩემი მშობლები ყველანაირი გადაწყვეტილებაში, რასაც ვიღებ, მაგრამ თქვათ ესე არ იყოს, მე მაინც ამ მიმართულებით წავდები. სხვებზე არ ვიცი, მაგრამ აი თვით შეფასება და აი ეს სტანდარტი ადამიანი რო თავის თავს მართლა ვერ დაინახავს. ამის ყველაზე დიდი დამღუპელი იცით რა არის? ღევანდელი განათლების სისტემა. არა მხოლოდ საქართველოში, არა მხოლოდ ინგლისში, მთელ მსოფლიოში ეს არის. სკოლაში, ეს სკოლა არის რაღაც სტანდარტია შექმნილი, რომ შენ უნდა ეს ისწავლო, აქ უნდა იყო მაღალი ქულები და ხარ მაგარი. არა და აი მაგალითად ეხა მე რო ვსწავლობ ინგლისში, ხო? ეხა ინგლისს აქვს სასკოლოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი განათლების სისტემა მსოფლიოში. იქაც კი ვატყობ, ხო? მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი განათლების სასკოლო განათლების სისტემაში რო ძალიან არის დამოკიდებული ეს დაზეპირებაზე, მაგალითად დავიზეპირო რომ 1974-ში ჰაროლდ ვილსონმა წააგო არჩევნები და მოიგო ედვარდ ჰითმა, მაგალითად. კარგია ხო ხედავ გახსოვს და ეს ვიცი, ზეპირებთ მე ამას არ ვამბობ, მაგრამ ჩვენი სასკოლო სისტემა ეხა რასაც მე ვატყობ, 9 სავალდებულო საგანია, უნდა ეს დაიზეპირო რაღაცეები, აიღო ეს 10-იანები და გამოსცის მე 10 დღეში დაგავიწყდეს ყველაფერი. და 10-იანებიც რო არა იყო? 10-იანებიც რო არა იყო. 10-იანები კი არა, არ უვლია ბოლო 2 წელი სკოლაში. ხო, აი, მამაღლავი ძახი. არის არა. არა, ხალხო საქართველოში. აი ხა მე საჯარო სკოლაში გადავიყვანე და არის არა. ორჯერ თუ სამჯერ მივიდა. აი, და რა? არაფერი. ქართულ სკოლებში დღეს რაც ხდება, ძალიან ცუდი. აზრი არა აქვს სიარულს. აი ხა მე რასაც ვატყობ, მე გამოვიარე. IB სისტემაც, ქართული სისტემაც და ბრიტანული სისტემაც. ეს რაღაცა შევტყვი. ქართულ სკოლაში რომ ვიარე და ძალიან ვიცო, არაფერს არ მომცემს. იმიტომ რომ ცოდნა არ გრჩება ეს აი ესე
ისე არის ჩვენ სისტემა აგებული, აი ზოგადი განათლება. რა ზოგადი განათლება? არაფერი არ რჩება სკოლის ბოლოს, არაფერი არ იცი. არც ბიოლოგია, არც ფიზიკა, არც მათემატიკა. ერთი შეიძლება ქართული ენა და ინგლისური შემოგვჩეს. კარგი, მე ვიტყვი მაშინ. ინგლისური ისედაც ვიცით, როგორც ჩვენ რუსული ვიცით. ხო, ინგლისური ხა სკოლაში ვინ სწავლობს ინგლისური. ხო, რაღაც ფრის სწორია, ხო, სკოლაში ვინ სწავლობს, სკოლას სწავლობს ინტერნეტში. ხო, მაგრამ ხა რას ამბობთ, რომ შესაძლებელია, რომ სკოლაში არ იაროს და მე რა? კი. აბსოლუტურად შესაძლებელია ქართულ განათლების სისტემა არის აგებული ესე ეგრეთ ხა ინგლისის სისტემაც რა მომწონს იცი? 3 საგანს ირჩევ და ძალიან ღრმად სწავლობ. სკოლას დავამთავრებ, მეცოდინება რაც სწავლობ. მე მეცოდინება აი ინგლისში პოლიტიკაში რა ხდებოდა, მაგდა ჰიტლერმა როგორ დაიჭირა, როგორ გახდა გერმანიის დიქტატორი და აი გეოგრაფიას სწავლობ, მაგალითად მეცოდინება, აი ყველაფერი რაც არის ავსწავლობ, მაგალითად დინარეები როგორ იქნება, ადგილები ზოგადი განათლება, რომელიც ადამიანს უნდა ზოგადი განათლება, მე მექნება ეკონომიკაც რო სწავლობ, გინდათ ვაფშე ხო? ეკონომიკას ახლა ვსწავლობ, გინდათ ვაფშე აღარ გავეკარო, მაინც მეცოდინება რაღაცეები, მაგრამ ქართული განათლების სისტემიდან ისე ცოტა სწავლობ თითო საგანზე, ისე ზოგადად და ისე საზეპიროთ, რომ არაფერი არ რჩება გამოცდის მერე. კარგი, მოდი დავუბრუნდეთ იმ ასე ვთქვათ, ოჯახურ საკითხებს. ოჯახურ საკითხებს. გადავიდეთ ცოტა სხვა თემაზე, მაგრამ და სხვათა შორის, ბაიკო, ირღიაგისთან ხოლმე. შენ რომ თქვი, რომ აი ვთქვათ, შენმა ქალიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლაში არ იაროს, არა მარტო ჩემს, არავინ არ დადიოდა. ეს ადრე ხო წარმოუდგენელი იყო. ეს ადრე ხო წარმოუდგენელი იყო, რომ შენ რომელიმე ეტაპი ცხოვრების გაგეცდინა, აი ესე გაგეფანტა ასე ვთქვათ ეს დრო და საერთოდ აკადემიური წრის აღებაზეც მაშინ არ იყო ხო საუბარი როგორც კი ამთავრებდი სკოლას უნდა ჩაგებარებინა უმაღლესში, მერე რაღაცა დაგეცვა ის დიპლომი, მერე ხარისხი და ასე შემდეგ, ხო? აი ამისი ხედვაც ძალიან შეცვალა ამ თაობამ. არაფერი არ მახსოვს რა ვისწავლო მე-11 კლასში როცა ქართულ განათლების სისტემაზე ვიყავი. აბსოლუტურად არაფერი. ოღონდ მე გეტყვი. ეს იყო შორეული მე-20 საუკუნის დასაწყისი კი არა მეორე ნახევრის დასაწყისი. მე დავდიოდი სკოლაში, სახლში ვინ გამაჩერებდა. თავზე ბანტით წესიერად ყელსახვევით ხან ყველაფერი, მაგრამ არაფერს არ ვსწავლობდი. ვერ ვსწავლობდი. არ შედიოდა თავში. ეხა არ მინდა ვთქვა რომ ჩემს წიგნიერებაზე თუ რაღაცა, ასე მე და სხვა წიგნი და ვათვალიერებდი ხომ, სახლიდან წაღებული. იმიტომ რომ რამოდენიმე ბავშვი იზუთხავდა და კარგი მოსწავლე იყო, დანარჩენი ვიყავით. საშინელი დებილო, დეგენერატო, შენგან რა უნდა გამოვიდე, შეუცოდინა რომ აი შენ პატრონს, აი შენი მშობლების პატრონს და ასე და ისე და შეურაცხყოფა, ცემა, ხელით შეხება, ეს იყო თავში ალგებრის წიგნი, რამდენჯერ მომხვედრია. ეს აბსოლუტურად ჩაულებ, რომ ჩვენ ვიყავით აი რაღაცა საკონცენტრაციო ბანაკში. შევიდოდით, გამოვიდოდით, მაგრამ ეს არ გაწუხებდა, იმიტომ რომ ასე ვიყავით. მაგრამ აი ხარ უკვირდები, იცით, ჩვენთან იყო ძალიან ნათელი გონების ბავშვები, მოსწავლეები, აი მასწავლებლებიც ალბათ არა? მასწავლებლებს ნუ გამახსენებ. მე არ გამიმართლა, თორე როგორ არ იყვნენ ვიღაცები, იყვნენ და გაყვნენ ცხოვრების ბოლომდე მეგობრებად. მე არ გამიმართლა, მაგრამ აი ეს ნათელი ბავშვები, ცოტა ამოვარდნილები, ისე ჩააქრო ცხოვრება. ისე გაანაცრისფრა, რომ ზოგი გალოთდა, ზოგი ცოტა ფსიქიურად, ანუ არ შეიძლებოდა რომ შენ ყოფილიყავი გამორჩეული, არ შეიძლებოდა რომ შენ ინდივიდუალიზმი გქონოდა. არ იყო ეს ცუდი ტონი იყო, უზრდელობა იყო, უწესობა იყო. მე ერთხელ დედაჩემმა რაღაც ელასტიკები იყო ესეთი რაღაცნაირი ჩექმა, ელასტიკებს ვეძახდით და ესო არ ვიცი, აი ცუდ სიტყვებს გეტყოდნენ, რომ ესო ცუდი ყოფაქცევის ბოზებსაცვიათო და ეს შენ რატო ჩაიცვიო. ან და ვთქვათ წინამო, ასე ვთქვათ, ჩოლკის შეჭრაზე იყო რაღაცა და ჩუმა თუ რამეს ეს იყო დირექტ. ანუ ყველაფრის ჩახშობა იყო, ეს ელემენტარულია. დავამატებ ხარ. აი ამის გამო არ არის საქართველოს ახლა ნომერი 1 მსოფლიოში.
ხო, ნუ ალბათ ეს პერიოდი ძალიან რთულად და ეს კიდეც ხდება. როცა შეიქმნა მაგალითად აი დღევანდელი სკოლის სისტემა, აი ხა მე კი არ მომფაი განთლებს, როგორ სტანდარტიზაინ მერხზე რომ უნდა იჯდეს აი ესე ბეჯითად ხელი აწიო. იცით რატო შეიქმნა სკოლის სისტემა? ამერიკაში შეიქმნა დაჟე. რატო შეიქმნა იცით? ბავშვები რომლებიც უნდა წასულიყო ქარხნებში ემუშავათ, რომ მოამზადოთ ამისთვისო, აი line of production-ისთვისო და დამორჩილებისთვისო. შეიქმნა სკოლის სისტემა და რეალურად 150 წელი ეს არ შეცვლილა. ფინეთში არ არის ეგეთი. ფინეთში არ არის. აი ეს რაღაცას ვიტყვი. ფინეთს განათლების სისტემაზე რა მომწონს? არის ძალიან ლიბერალიზებული, ანუ თავისუფალი. სკოლის ფორმები არის აკრძალული, რომლის აბსოლუტურად მომხრე ვარ. ხა მე მესმის ის არგუმენტი, რომ შეიძლება ბულინგი მოხდეს რაღაცა, მაგრამ ნუ თავისთავად. ნუ ეგ ისეთი რაღაცაა, რომ ამის პრევენცია ეგ მაგითი არ შეგიძლია და შენ ახლა მაგალითად აი გალსტუხი უნდა გეკეთოს პიჯაკი სკოლაში არის აბსოლუტური, აი ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს. ახლა ვიღას უკეთია ესეთი შეზღუდვები ჩვენთანაც არის. არ მე იცი რა ისი თქმა მინდა ფინეთი სრულიად სხვა განვითარების და სხვა ეკონომიკური განვითარების ქვეყანაა თავისი განათლების სისტემით და ბედნიერების ინდექსით, როგორც ყველამ კარგად ვიცით. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში, თუ ყველაზე მაღალი არის ხო ახლა თუ სკანდინავიის ქვეყნები იყო ყველაზე მაღალი ფინეთი მოგონი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ ფინეთში ადამიანები და ალბათ ეს ერთ-ერთი სწორედ განათლების სისტემის დამსახურებაც არის და მე მინდა მაინც აღზრდას მივუბრუნდე ბაიკო ლაპარაკობდა აი კარგი ბიჭის და კარგი გოგოს ზოგადად ესეთ განსაზღვრებაზე და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ ბაიკოს საკუთარმა გამოცდილებამ ძალიან კარგად ასწავლა ალბათ აი როგორ გაუგოს თუნდაც ნიკოს. აი რატომ ვერ უგებენ თაობები ერთმანეთს ნიკო როგორ ფიქრობ? რა არის ამაში ყველაზე მთავარი პრობლემა? გეტყვი ჩვეულებრივ დედაჩემის თავ დედაჩემი რო იყო ჩემ ხელ ვერ წარმოვიდგენდო რომ აი ამაში კაცობრიობის ყველანაირი ინფორმაცია იქნებოდა ხელოვნური ინტელექტი და იქნებოდა ვაფშე აი ეხა დედაჩემის ბავშვობაში წავსულიყავი ეხა მე და მიმეცა ეს შოქში იქნებოდა. მაპატია დედა შენი რამდენი წლის არის? ვაიმე 49 არის თუ არ ვცდები. ხო და ბაიკომ თავის ასაკს გადახედა და ჩაეღიმა. ხო. მერე? ხო და რას იმას ვიტყვი რომ ეხა დედაჩემი ხა ხანდახან ხშირად მოიწყო ნიკო ეს როგორ გავაკეთო ბებია ჩემი ცხო ნიკო ეს როგორ გავაკეთე ნიკო ეს ჩამირთე იმიტომ რომ ამათვის ეს არის შოკი ჩემთვის ეს არაფერია და ეხლა მე წარმომიდგენია რომ ჩემი შვილი რო იქნება ჩემ ყველა რა ტექნოლოგია და რა იარსებებს მაგ დროს ხო თუ მაგალითად ეხლა რავი ერთ ტექნოლოგია ურთიერთობას ცვლის კი ცვლის იცით რა არის მე ვფიქრობ რომ აი ეს რომ ეხლა ეს 10 წლის წინ შედარებით მიუღებელი იყო აი ტელეფონიდან ამოდი ეხლა აღარ არის ეს მიუღებელი იმიტომ რომ ეს გახდა ახალი ნორმა და ნელ-ნელა ეს თაობა ჩვენი თაობა ცვლის ამ ნორმები იცვლება რაც ხა ჩვენ პატარები ვიყავით ხშირად ტელეფონზე თამაშობდით რაღაცა ისა აუ აი ეს არის ზომბი მანიაკი რაღაცა ხა ამას აღარავინ აღარ ამბობს ნიკო ბები ახსენე და მინდა რომ დაგაბრუნო ერთი წამის მაგ თემაზე ჩვენი პოდკასტის მაყურებელმა ვინც არ იცის ნიკოს ბები არის ქალბატონი მაცაცევსების კვერაძე და ხვდებით ალბათ როგორი არაჩვეულებრივი და ძალიან ისეთი ცნობილი ოჯახიდან არის ნიკო და ბაიარაზეც საუბრობდა რომ აი მე ჩემი ოჯახის სახე ვიყავი რაღაცნაირად მაინც მქონდა გარკვეული სტანდარტები რომ აი ჩემი ოჯახი არ შემერცხვინა და ყოფილიყავი ძალიან კარგი შვილი და შვილიშვილი აი სადღაც გააქვს ეს მომენტი იცი პატარა რო ვიყავ ეს შემიყვანს პიანინოზე და მუსიკაზე მე ხო ხა ვიყავი დაახლოებით 8 წლის ხო თავიდან მომწონდა მაგრამ მე აი მივხვდი რომ ეს მე არ მიყვარს ხა მე მუსიკაში ძალიან დიდი ნიჭი მაქვს მაგრამ არ მსიამოვნებდა ხო ხა არ მსიამოვნებდა დაკვრა არ მსიამოვნებდა სიმღერა ხო ბებიას ხათრით შეხვედი იცი რა არის არ შევსვამე ბებიას ხათრით დედაჩემის ხათრით შევდი იმიტომ რომ მას დედაჩემი ფიქრობდა რა ხა ბები რო აი ჩემი ბებოს შვილიშვილი უნდა იცოდეს ძალიან კარგად მუსიკა და როცა კოვიდი დაიწყო გაჩერდა რა და ესე მე ლაპარაკობ ჩემ ბებოსთან ვარ მისული რა და მეუბნება რომ შუა თუ არ გინდა მუსიკა ძალით რომ ისწავლო მაგას ჯობია არ ისწავლო იმიტომ რომ მე ვაკეთებ ამას რომ მიყვარსო შენ თუ სხვა მიმართულება გინდაო შენი არის რავი რაც გინდა ის უნდა გააკეთო ბედნიერი ესე იქნებიო თორე შენ რომ ძალით ახლა გინც ის გახდეო სასწავლო პიანისტიო ვერი სიამოვნებო ვერაფერსო ესეო სიამოვნება უნდა იპოვო და მე დედაჩემს რო უთხარი ეს კაიჰა გავანებე საბოლოოდ და ეხა რაც გავიდეთ რომ დედაჩემი ამბობს რომ მე შეგაზიზღებ მუსიკა რომ ძალით დაკავდითო ეს ერთ პერიოდი. ნუ ძალით არ დავდიოდი, ჩემინებით დავდიოდი, მაგრამ აი ცოტა ხათრითაც, მაგრამ ძალიან ბევრს მამეც აიდებდა ამ მუსიკაში. როცა უბრალოდ მე იმ სტანდარტზე უნდა გესწავლო. მე არ მინდა თქო, ხო ეხა მე მივდივარ სხვა მიმართულებით და ნუ მე ვფიქრობ რომ
ის რომ ეხა მე ვფიქრობ რომ ყველაფერი უნდა სცადოს ადამიანმა. ხანდახან ეხა მე მაგალითად მუსიკა რო არ მეცა და არ მეცოდინებოდა რომ ეს ჩემთვის არ არის. ხო ეხა მე ვფიქრობ რომ უნდა სცადოს ყველაფერი, მაგრამ თვით მე ბოლოს უნდა გადაწყვიტო. ეს ჩემთვის არის, მე ეს მაინტერესებს ან მე ეს არ მაინტერესებს და მე ეს არ მინდა. ნიკო, რამე არის ისეთი თემები, რაზეც ვერ ლაპარაკობ შენს მშობლებთან? არა, რავი, წესით მშობელთან ყველაფერზე ილაპარაკო. ჩემი აზრით ეს რაღაცა პრობლემა თუ არის, რაღაცა გაქვს მაგალითად პრობლემა, ერთადერთი არის მშობელი, ვინც მართლა მოგეხმარება. ამას ხო, ეს არის ეს ჩვეულებრივ ეს უნდა ლაპარაკობდე მშობლებთან. ხა რაღაც სკოლაში გაგიჭირდა, რაღაც ეს მოხდა, უნდა დაილაპარაკო ყველა ბარი. რა მაინტერესებს, იცი, მაპატიე გაგაწყვეტინე. შენ თაობაში ესე არის, მეგობრობენ დედასთან და ბიჭები თქვა მამასთან. ხო, შენი მაგალითი რომ დაივიწყო. აი მე გეტყვით ახლა. ჩემ სამეგობრო წრეში საქართველოში ესე არის. საქართველოში ეს არის, ინგლისში არ არის ეს, გაგიკვირდება. ინგლისში მაგალითად აი ჩემი ერთი მეგობარი არის და ისა Instagram-ს დაგამაგდო, Instagram-ი არ მაქვს და რატო? დედა მიგზავნოს, რასაც ქვია 18-ის ხდება ეს ტიპი. ერთ ჩემ მეგობარი რამდენიმე თვეში ხდება 18-ის და ეს ვეუბნები რომ წამიო. პირველ რიგში რა Instagram-ის აქ წავა, ვის გავუგედრე, მეორეში 18-ის ხდები. თქო, კაცო, ამ ყველა კაცი ხარ თქო და აი და ოჯახთან რა დედამა უკრძალა? ანუ არ გვინდა რომ შენ Instagram-ი ესე მითხრას რომ they don't want me to have Instagram. დღეს ძალიან აქტუალურია საკუთარ ემოციებზე ლაპარაკი, მენტალური ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. მე მახსენდება ერთი ეპიზოდი ჩემი თინეიჯერობიდან ზაფხული იყო და მახსოვს რომ განუწყვეტლივ ვტიროდი. რამატირებდა არ ვიცი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რო ვუყურებ, მქონდა რაღაცა მართლა ისეთი გამოწვევა ჩემი ფსიქიკის თუ აი მასაკობრივი და ასე შემდეგ. და მცხვენოთა ამაზე მელაპარაკა. ანუ ურეკავდი ჩემ მშობლებს და ხვდებოდნენ რომ ცუდად გრძნობდი თავს, მაგრამ აი არ შემეძლო ჩემი აი ამ რაღაცა ემოციების საუბარი და ემოციების გადმოცემა. როგორ იყო თქვენ დროს? ბავშვი ნერვიულობს, რომ ბავშვი შეიძლება რაღაცით დაისტრესოს. საერთოდ როგორ ხედავდა აი ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას ოჯახი და სკოლა? კარგი. როგორც საბჭოთა კავშირის დროს სექსი არ იყო, ისევე არ იყო საბჭოთა კავშირის დროს თინეიჯერული ასაკი. არ არსებობდა. არ მქონია. ან იმდენად არ არსებობდა, რომ რა ვიცი, მე გავხდი 12, 13, 14, 15, 16, ახლა ხასიათზე, ხან ასეთზე ვიყავი, ხან ისეთზე, მაგრამ იმდენად არ არსებობდა. არც მშობლებმა არ იცოდნენ, არც ექიმებისგან, არც ტელევიზორიდან, რაზეა საერთოდ, რომ რა ვიცი, ასე გავიარეთ. ვერ ვიტყვი რომ უმტკივნეულოთ, ალბათ რაღაცა განცდები ბიოლოგიური და რაღაცა. მაგრამ არც მოქსვლია თავში აზრად, რომ ეს იყო რაღაცა სალაპარაკო. არა. კარგი, მაშინ როგორ შეხვდი შენი ქალიშვილის თინეიჯერობის ასაკს, აი გამოუცდელობიდან? გეტყვი ახლა რა შეა საქმე, იცი, ჩემი ქალიშვილი მაკვისია როცა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა, რეალურად მე შეიძლება უკვე ბებიაც კი ყოფილიყავი. ანუ ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა არის და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ იცი რა, ჩვენ ხო შვილებს ზრდით, რამდენამეს უკეთებთ, რამდენამეზე უარს ვამბობთ, რომ მათ გქონდეთ და შეწირულები ვართ. შვილი რამდენსაც გაძლევს, ვერასოდეს იმას ვერ დაუბრუნებ. იმ ბედნიერებას და იმ შეგრძნებას, რის გარეშეც არ შეიძლება ამ ქვეყნიდან წასვლა, იმას შენ ვერაფრით ვერ დაუბრუნებ. ძალიან ბევრს გაძლებს შვილი. აბა რატო ვართ სულ აი ამ რაღაცა სულ ემოციებში, სულ დაღლილების, სულ გონია რომ რაღაცა არ არის საკმარისი. ხო, იმიტომ რომ გინდა რომ გაუკეთო ის, რასაც შენ ხშირად ყურადღებას არ ამახვილებ იმაზე თუ რამდენს გაძლევს. შეიძლება ეს ის არის ინსტინქტურად, რომ რაღაცა დაუბრუნო, იმიტომ რომ ბავშვი ცუდად გექცევა, გეუზდელება, არ გიჯერებს რა. ძალიან ბევრია ის. არ ბრაზობ, არ გეშლება ნერვები. ბრაზობ, რომელია ხანდახან იმ გრძელ თმებში მინდა მოვკიდო და ვათრიო. როგორ არ ბრაზობ, კაცო? რას არ ბრაზობ? და რას აკეთებ? აი მართლა მაინტერესებს. აი ეს მიმღებლობა, რომ აი
ეს ასაკია თუ ეს ხასიათია და მორჩა ხო უკვე დიდია მაკუსა და იცი რომ ეს მისი ხასიათია და მორჩა ამის მიმღებლობა როგორ ხდება მიუხედავად ამხელა ასაკობრივი სხვაობისა. იცი რა ყველა ეტაპი გაიარა რაც მე არ გამივლია და მე მიხაროდა მიხაროდა შენ რაც დააკელი შენს რაც დავაკელი და მივხვდი რომ ნუ ეხლა რაღაცა არ უნდა გადაიჩეხოს და კონტროლი თავისთავად ეხლა ეს თავისთავად ჭირდება ეხლა ამაზე კი ავლაპარაკობ მაგრამ უნდა მიუშვა იმიტომ რომ ის უნდა გაიაროს რამდენად უნდა მიუშვა ეხლა მე ჩემთვის გეკითხები მაინტერესებს უნდა ცხვირი წაიტეხოს უნდა ეტკინოს ამაში იზრდები აი იზრდები მე გაზრდაში შემიშალეს ხელი მე ვერ გავიზარდე დიდხანს მე გეტყვით მე ტელევიზიაში როცა გადაცემა შენთან ერთად მიმყავდა მე ვერ დავჯდებოდი მამა ჩემი ცოცხალი რო ყოფილიყო იმიტომ რომ ექნებოდა კონტროლი იმიტომ რომ ასე იგი სულ ვეგონე რომ უნდა ყოფილიყავი ტეჩერი არა მოთხოვნა ქონდა ესეთი და მე არ მაქვს კი არა მე ვაძლევ უფლებას იყოს ის როგორიც არის კარგი თავისუფლების ხარისხზე მივედით ხო ძალიან ხშირად ხო და კიდე ერთი მინდა ვთქვა ჩემ ასაკში მაპატიე ჩემ თაობაში ჩვენ მე გადასარევი დედა მყავდა მაგრამ არასოდეს არ მეგობრობდით არასოდეს ჩემთვის არაფერი არ უკითხია რა მიჭირს ვინ მიყვარს ვინ მაწყენი არ შეიძლებოდა ყველაფერს მიყვება ჩემი შვილი და მადლობთ მაკუსი ამისთვის ამიტომ ვენდობი და აი აბსოლუტურად ვენდობი იმიტომ რომ ვიცი რომ არასოდეს არ მატყვილებს დაჯექი უნდა მოგიყვე და მე ქაქანებს ქაქნა დაგღალი არა ბევრს ლაპარაკობ დამღალა ძალიან დამღალა მაგრამ ვეუბნები მომიყევი ეს ძალიან დიდი ბედნიერება ნიკო მაინტერესებს აი თავისუფლების ხარისხი ახსენა ხო და მიუშვი ძალიან ხშირად ამბობენ რომ აი ეს თაობა თქვენზე ეს რაღაცა ზედმეტი თავისუფლებაა და ეს უკვე რაღაცა გადადის ზღვარს და ჩარჩოები საერთოდ არ აქვს. ჩარჩოები არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, არა, ჩემი აზრით, ჩარჩოებმა და სტანდარტებმა დაღუპა ეს ქვეყანა. რატომ? იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ეს ჩარჩოების სტანდარტები რო იყო, ვინც ჭკვიანი იყო, ვინც მართლა იყო მარკ ზუკერბერგი და ილონ მასკი ამ ქვეყანაში, ამ ჩარჩოებმა გაანადგურა. იყვნენ. ეხაც არიან ყოველთვის იქნებიან მაგარი ტიპები, ხო? ვინც როგორც არის ილონ მასკი და მარკ ზუკერბერგი, ისეთი იდეა შეიძლება კონდეს ტიპს, რომ მართლა მსოფლიო შეცვალოს და ამ ჩარჩოებმა და სტანდარტმა დაღუპოს. რატო არის აბა ამერიკაში ყველა მაგარი იდეა ამერიკიდან რატომ ის Facebook-ი, Instagram-ი, Google-ი, ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, ყველაფერი ამერიკიდან მოდის. რატო აბა? იმიტომ ქვეყანა არის აგებული იმაზე, რომ ჩარჩოები არ არის. ევროპაში მაგალითად ეს ნაკლებად არის. ეხლა მე ინგლისის გამოცდილებით გეტყვით. ჩარჩოები მანდ მაინც არსებობს კიდე. აი ამ სიძველის ამ ყველაფრის გამო. მოდი დავუბრუნდეთ შენს უშუალოდ შენს პირად გამოცდილებას და შენ როგორ ფიქრობ, როგორ აღგიქვავს შენ და შენს თაობას დანარჩენი თაობები. მაგალითად, ჩემი თაობა. იცი რა, მეც მოდი ვიტყვი რა ხმამაღლა. ჩემი შვილი არის თინეიჯერი, 13 წლის არის და კი, აი მეც ვფიქრობ, რომ აუცილებლად თავისი შეცდომები უნდა დაუშვას, რაღაცეები უნდა გაიაროს, მინდა რომ მივცე თავისუფლება, მაგრამ თან რაღაცა მეშინია, რაღაცეები მაქვს, რაც ვფიქრობ, რომ ვეუბნები, რომ არა, მოდი ეს ესე ჯობია, ეს ესე იყოს. და მოდი აი ამაში თქვათ უფრო მეტი თავისუფლება გექნება. რაღაცა ხო მაინც არსებობს კალაპოტი, რაშიც უნდა ვიაროთ, ხო? შესაძლებელია ეს მსოფლმხედველობა, რომ არ არსებობს ჩარჩოები და ყველაფერი შესაძლებელია, კარგია, მაგრამ როგორ ფიქრობ, სწორი მიმართულებით მიდიხარ? იცი რა არის, ეხა 21 საუკუნეში ახალგაზრდობები, ეხა მე გიკრძალავ ამას, ის მაინც ისავს. არანაირი აკრძალოს, ვერაფერს ვერ იზავ აკრძალვით. ვერ იზავ. აი მაგალითად მე გიკრძალავ რომ გახვიდე შენ მეგობრებთან, აი ამას ხელი მოკიდო, ხო, ავეს ესა. მაინც იზავს ახლა. მე გიკრძალავ რომ იმასთან იმეგობრო, იმიტომ რომ არ მოწონს. მაინც იმეგობრებს, აბა ეს რისთვის არსებობს. მაინც იმეგობრებს ეს ამას. აღარ მე გიკრძალავ რომ ღამის პირველ საათზე გვიან შემოხვიდე სახლში. მაინც იზავს. მე რომ ნერვიულობ აიგო დამეხმარა. მეც ძალიან ნერვიულობ. ეს ეტაპი რომელიც ყველა ახალგაზრდა მშობელმა უნდა გაიაროს განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში და 21 საუკუნეში. ძველად იყო მაგალითად რომ აი რაღაცა დისციპლინა უნდა ყოფილიყო. რას ფიქრობ სიტყვა დისციპლინაზე?
ნუ ეხა დისციპლინა ნიშნავს სულ სხვა რაღაცას ვიდრე ადრე. ადრე იყო რომ აბა გაიშალეთ ზურგები, თორე აბა მოგარტყი ეხა არის ის რომ უნდა შენ იმუშავო, შენ თვითონ, შენი ნებით, არავის დაძალებით. შენი ნებით იმუშავო რაღაც მიზნისთვის, გინდა თუ არა და ამ მიზანს შენ თვითონ გაქეს მიზანი შენ თავში და შენ თვითონ იცი როგორ მიაღწიო, შენ თვითონ დისციპლინა გინდა რომ იმუშავო, რომ მაგალითად აი შექმნა ბიზნესი, ჩაირიცხო უნივერსიტეტში, მნიშვნელობა არ აქვს. ყველანაირი მიზანი არის. დღეს და ეს დღის წესრიგს შენ ქმნი. შენ ქმნი. ვიცოდი, ყველა არ არის ნიკოსნაირი, ხო? თუ არ ქმნის ბავშვი თვითონ. როგორ ერთვება მშობელი? მოდი ვთქვათ, რომ რაღაცა ტიპის დისციპლინაზე ზრუნვა, ეს ადრეს იმ კაცრე ერქვა ვთქვათ და ეხლა მომთხოვნი მშობელი ქვია, თუ არ ვიცი რა ქვია, ანუ აღზრდის მეთოდოლოგიაში დღეს რა დაგვრჩა? მაგალითად დედის და მამის მე მგონი. ხო, აი ამაზე მინდა რომ ვილაპარაკო. უფრო. იცი, აი სიმართლეს ვიტყვი და ახალგაზრდას ვისაც მაგალითად არა აქვს აი ესეთი drive და ესეთი ამბიცია რომ რაღაცას მიაღწიოს, მშობელმა რომ დააძალოს, არაფერს არ შეცვლის. ამ ახალგაზრდამ თვითონ უნდა იპოვოს ეს ამბიცია. თუმცა მე მინახავს რომ მშობლის რაღაცით ასეთ შეგონებით თუ გარკვეული აი ამ გზის გაკვალვაში დახმარებით ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი ყავს დღეს. ეგ სხვა საკითხია. მე ყველას არ აქვს უნარი რომ იყოს შენაირი აი ესეთი გონება გახსნილი, შენაირი მიზანსწრაფული და ასე ვთქვათ შენაირი ჩამოყალიბებული ხო ცხოვრების პაში. მე იმას ვიტყვი რომ ყველას აქვს ამის უნარი, ყველას აქვს ამის პოტენციალი. ეს რო აი ის ნიჭიერია, იმას არაფერი გამოვიდა, ეს ნიჭიერი ამას გამოვა, ეგ არის მოგონილი, ეს არის ნორმები და ეს არის სტანდარტები ადრე შექმნილი. გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეხლა ზუსტად ამაზე მინდა მელაპარაკო. მშობლის მოვალეობა ჩემი აზრით რა არის მშობლის მოვალეობა ნიკოს აზრით? არის რომ წეს რომ შეუქმნას კარგი გარემო ბავშვს რომ განვითარდეს და განარჩენი. კარგი გარემო. მოარიდოს მაგალითად სიგარეტი და ალკოჰოლი მაგალითად პირობითად. ისე როგორ უნდა მოარიდოს? შენ ხო ამბობ რომ მაინც მოწევს თუ მოუნდაო. ეწევა ჩემი შვილი. ეგ ნახე. მეც. ჩემი ქმარი მამაც. მე იმას ვამბობ ხა მე რას ვამბობ რომ თუ მაგალითად ბავშვი არის ისეთ გარემოში სადაც ბევრი ადამიანი მის მირგვლივ მეგობარი, უფროსი ეწევა, სვავს ყველაფერი თვითონაც მოწევს, მაგრამ თუ ისეთ გარემოშია სადაც მის გარშემო ხალხისთვის ეს არის მიუღებელი, მისთვისაც მიუღებელი იქნება. ესეთი ციტატა არის, რომ ადამიანი ემსგავსება იმ ხუთ ადამიანს, რომელთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებს. და ამ ხუთ ყველაზე ახლო მეგობრის საშუალო არის. ანუ შენ თუ მოახერხე, ეს ძალიან რთული რაღაც არის, ხა მე არ ვამბობ რომ ადვილია და ყველა სხვანაირი მეთოდი აქვს და ყველა, ანუ შენ თვითონ უნდა იპოვეს მეთოდი, აქ ეხა როგორ გააკეთოს, არ არსებობს ამის სტანდარტი ჯერჯერობით მაინც. ნუ შეიძლება მოიგონონ 5 წელიწადში, მაგრამ მე არ ვიცი. შექმნა ისეთი გარემო, სახშიც კი, ოჯახშიც, მეგობრებშიც. რთული არის კონტაქტის აკრძალვა, მაგრამ კარგი ის უნდა გააკეთოს მშობლებმა შეუქმნას მაგალითი როგორი უნდა იყოს კარგი მეგობარი, რომ ბავშვი როცა ნახავს ადამიანს, რომელიც ეწევა რაღაცა, ახალგაზრდას მაგალითად 15 წლისები რო არის მეგობრები ვიღაცა ამოწ რა, აჰა, მოსაწევს მოგცემ. უარი უნდა თქვას, მაგრამ მე არ ვეწევი, მოგჩა. მოსაწევზე თავისთავად. ალკოჰოლზე, ყველაფერსეც. მშობლის მოვალეობა არის რომ იპოვოს ის გზა როგორ შეგვქმნას მას კარგი მაგალითი და კარგი ისა გარემო. რა არის? ყველასთვის სხვანაირი არის უბრალოდ. ნიკო, რაზე გეუბნებიან შენი მშობლები, ან თუნდაც ბებია, უფროს თაობის წარმომადგენლები, რომ აი ჩვენ დროს იცი ასე იყო და რაღაცა მოყავთ მაგალითები და შენთვის ეს სრულიად გაუგებარია. აი გუშინ მქონდა დაერჩებთან ლაპარაკი, ზუსტად ბნელ 90-იანებსა და მიყვებოდა რომ აი მაგალითად მეო, რომ ჩავაბარე უნივერსიტეტშიო. ტანცაცფლით მეძინაო, პურის რიგებზე მომიყვა, არა, ვიცოდი, მაგრამ ეხა უფრო ძალიან დეტალებში მოყვება. ტანცაცფლით გვეძინა პურის რიგები უნივერსიტეტშიო დავდიოდი, დიღმიდან დავდიოდი, ჯავახიშვილში ფეხით, ყოველ დღეო. ხა, ვერ წარმოვიდგენდი. და მე ეხა რო წუწუნებ იმაზე, რომ აუ, ეხა 15 წუთი უნდა მანქანი წავიდე სადღაც მაგალითად. და საცობია რაღაც ეხა გადავირი, ანუ მე ამითი გავიგე ის, რომ ჩვენ თავა საქართველოში არის ძალიან პრივილეგირებული, იმისთვის რომ ჩვენ ეს არ გადავიტანეთ და ეს ჩვენ არ გვეცოდინება. არის ეხა რაღაც განსხვავება, ეხა დედაჩემს მაგალითად რო ეშინია, მაგალითად რომ აი აუ ნიკო გეხუწები ცოტა გვიან არ მოხვიდე და მე ვეუბნები რომ არა, საში არ არის, ანუ ეს არა 90-იანები,
მესმის მე იმის არგუმენტი რომ ის ესეთ პირობებში გაიზარდა. მართლა გესმის თუ უბრალოდ არა რაღაც ხრივ მესმის. ანგარიშს უწევ. ანგარიშსაც უწევ. ნუ ხო, მაგრამ ეხლა საშიშია შვილო. მაგრამ არა ისე როგორც 90-იანებში იყო. ნუ გასაგებია, ახლოსაც არ არის ეხლა ღამე შეიძლება ყველგან საშიში იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეხლა ბევრად უფრო ნაკლები შანსია რომ მე ღამე რომ მოვდივარ სახში რაღაც მომიდის ვიდრე ბნელ 90-იანებში, ხო? და მე ვფიქრობ რომ აი ამიტომ არის ეს თაობების შორის ესე დიდი განსხვავება. როგორ უნდა დაახლოვდეს ეს თაობები ამ განსხვავებების მიუხედავად? დაახლოვდეს კი არა, ეს გარდაუვალია. დეჩე მე მეგობრება. აი ისე კი არ ვარ უბრალოდ აბა ნიკო მომიყევი რა ქულა იღე ისა. მეგობრობ და ვიმსჯელოთ აბა აი მაგალითად ახლა მე რო თუ რაღაცაში ცუდი ქულა ავიღე, რაღაც არ გამოდი, მეგობრობთ, მსჯელობთ რა შემიძლია გავაკეთო უკეთესად და მარტო დეჩემი კი არ მადლობს რჩევს, მეც ვაძლევ დეჩემს რჩევებს ხოლმე. რაზე? აი მაგალითად აბა ვორწემ ერთი კარგი მაგალითი უნდა გავხსნა. აი ჩემი და არის ახლა მერვე კლასში მეცხრეში გადის როგორი გზა აირჩიოს ბავშვმა. დეჩი ამას რომ ის არის ხელოვნებაში და ნიჭიერიო და მე ვეუბნები რომ ეგ იცი რომ მაგას ეგ უნდა რომ გამოვიდეს თქო? ჯერ არ იცი რა იქნება ხა მე რო 13-ის ვიყავი და ეთქვა რა გინდა გამოხვიდე ვიტყოდი კოსმონავტი. მაგრამ ეხლა სხვა მიმართულებასთან მივდივარ, ხო? და გრძნობთ რა მიმართულებასთანაც მიდიხარ? პოლიტიკა და ეკონომიკა. ცოტათი ესაა ჩემი მიმართულება, მაგრამ ფიქრობ რომ უნდა იმეგობროთ. შვილმაც უნდა აი რა არ მომდოს ყველასთან იცი? ეს პატარა არის, ეს გამოცდილება არ აქვს, ამისას მნიშვნელობა არ აქვს. ხო, იერარქია ოჯახში შეიძლება სრულიად წარმოუდგენელია, ხო? წარმოუდგენელია ესე, ბავშვი ვერ გაიზრდება, ხო? რატომ არ მოგწონთ ძველი ფილმები? რატომ არ მოგწონს ძველი ფილმები? ნუ იცით რა არის? ჩემი დედა გაიზარდა სხვანაირი ბავშვობა ქონდა, ძალიან სხვანაირი ბავშვობა ქონდა. ხო? და ჩემ მამასაც ძალიან სხვა ნორმები იყო, სხვა სტანდარტები იყო, სხვა ტექნოლოგიები იყო, სხვა იუმორი იყო. ყველაფერი განსხვავებული იყო. 20 წელიწადში თაობა რო იცვლება, ქვეყნები იცვლება. და ფიქრობ რომ ის ფილმები არის ცოტა ძველ სტანდარტებზე აგებული. გაიკო გწყინს? უი არა, მე ძალიან ხალისობ ახლა აი იმ ჩემს გადმოსახედიდან, როდესაც იღებდნენ ამ ფილმებს და რა ვიცი მე რა სიუჟეტებიც იყო, რა იუმორიც იყო, რა გემოვნებაც იყო, რა მოდაც იყო, ეხლა მე აბსოლუტურად სხვანაირად უყურებ ამას. არანაირად ნოსტალგია არ მიჩნდება. რაღაცნაირად რაღაცა სიყვარული მიჩნდება, უბრალოდ აი იმისი თუ რა ნიჭიერი ხალხი რა დღეში იყვნენ და რას იღებდნენ. ხო, და ქმნიდნენ მართლა ჩვენთვის ძალიან ესეთ დასამახსოვრებელ და კარგ ფილმებს და ძალიან მაქვს ხოლმე ეს ცდუნება, რომ ჩემი შვილები მოვიყვანო, დავსვა ჩემთან ერთად და მე რა ფილმებიც მიყვარს, ის ფილმებს ვაყურებ. ეხლა როგორც მე შეიძლება ვერ გავიგო ძველი ფილმი, ეგრე ვერ გაიგებს, მაგალითად ჩემ ბებოს მაცაცოს ხო ეხლა ამ ასეთი ხელოვანი რომ მიუტანო რაღაც თანამედროვე ფილმია, მაგალითად აი Mission შეუსრულებელი მისია, Mission Impossible Avengers. ვერაფერს ვერ გაიგო. არ მოეწონება იტყვის რომ ეს საშინელება არისო, ვიცი როგორი ადამიანიც არის ჩემ ბებო, ყველაზე თბილი ადამიანია მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე. მაგრამ სასწაული. არ მოეწონება და ვერ გაიგებს, როგორც მე მაგალითად მე ბებია ილიკო და ილარიონ შეიძლება ვერ გავიგო. ეგრე კარგად. არ მიყავს. არა, არ მაქვს. ბოლომდე ნანახი არ მაქვს. იმიტომ რომ ვერ ჩაუჯექი. აი როცა უყურებ აი სხვანაირი ტემპი აქვს, სხვანაირი, აი როგორც სხვანაირი მუღამი აქვს ამ ფილმებს. როგორც ხარ 21 საუკუნეში და ჩვენ დროს. ანუ სხვა თაობებზე არის გათვლილი. ეს მუღამი ჩვენთვის გასაგებია, ჩვენთვის საყვარელია, ნოსტალგიურია, რაღაცად ირონიას იწვევს, ხო, და ამათვე წყვეტა არის უშველებელი ხალხო ყველაფერშია, აბსოლუტურად. აი მაგალითად Avengers Endgame რო გამოვიდა, მე პატარა ვიყავი და ის იყო მე ყველაზე მეტად ნანახი ფილმი არის მსოფლიოში. დეჩემა თუ მამაჩემა წაიყვანა აღარ მახსოვს, ხო? და აი აშებს უკრავდნენ ის კინოდარბაზში რაღაცებში, აი ვერ მეკითხება. რატო რა არის ამაში ესეთი მაგარიო, ვერ გავიგეო. ხო? და მე ხა აუხსენი რომ აი ეს პერსონაჟები, აი ეს გაიარეს ეს გზა რაღაცა და მე რაო. ვერ აუხსენი რატომ იყო ეს ფილმი ძალიან მაგარი. ისე როგორც თვითონ ვერ ამიხსის თავის დროინდელი ფილმი რატო არის მაგარი. იმიტომ რომ სხვანაირად ფიქრობენ თაობები, ეს განსხვავებები სულ იქნება, კი ჩემ თაობაში და ჩემ მშობლების თაობაში ეს არის უფრო ნაკლები, მაგრამ
სხვა თაობებია მაინც. იცი რა, ყველა ფილმს ეს არ ეხება, ეხლა მე გამახსენდა მაკრინეს რაღაცებს რო ვაჩვენებდი, მაგრამ ეხება საბჭოთა დროს შექმნილ პროდუქციას. საბჭოთა დროს, სადაც არის ის პროპაგანდა, ის რაღაცა ჩვევები, ის აუცილებელი სათქმელი, ის აუცილებელი წესრიგი ურთიერთობა. აი ეს ახლა იმათვის ძალიან აცდენა არის. აი მე ჩემს შვილმა ძალიან ბევრი რაღაცა არ იცის, რაზეც მე ნერვები მეშლება, მაგრამ არ იცის და ვერ გაამტყუნებ, რატო არ იცის უშანგიჩხეიძე, რატო არ იცის. თუ არ საიდან უნდა იცოდეს, ან შავგულიძე. შავგულიძეზე მეც მესმოდა, უბრალოდ მესმოდა სულ გაუთავებლად ლაპარაკი, თორე მეც არ მოუსწრები ვარ და ხა მაკრინე მე რა რო თეატრალურ არ იცის და რა ვქნათ ახლა და მოხდა ასე რომ რაღაცა ისეთი წვეტა მოხდა რომ არასოდეს არ ეცოდინებათ ძალიან ბევრი რამე და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. სამაგეროდ ეცოდინებათ სხვა რამეები. აი წიგნიერების სტანდარტების ხო ჯერ უნდა დაგეწყო ასტრიდით, მერე ჟიულ ვერნი მოყვებოდა ამას და რაღაცა უნდა გეკითხა ეს. იქ არის მიზეზი, რატომაც არ უყვარს ახალგაზრდებს ეს ჩემ თაობას წიგნები. შენ თაობას წიგნები მგონია რომ უყვარს. იცი რა არის? გააჩნია როგორი წიგნები. რა მნიშვნელობა აქვს? ნაკლებად, სიმართლე, ნაკლებად უყვარს როგორც თქვენი თაობა. აი, იმიტომ რომ ეს ზაფხულში მაგალითად დედე შემევდო, ახლა ნიკო შენ 3 წიგნი აჩვენე წაიკითხო. და რას შვებოდი ხოლმე, ხო იცი? და არაფერი მე გეტყვი ახლა ყველაფერი წიგნად თუმცა ვიპოვე აჭარენაცე ფილმები უყურა და ხო როცა უნდა მომეყოლა ეგრე უყვებოდი ხო მაგას მართლა გონია ახლა დედა ბოდიში ოლივერ ტვისტი არ წამიკითხია დედა ბოდიში ბოლომდე იმიტომ რომ სხვა ახლა მე თუ მკითხით ჩავაგულე როგორც ლიტერატურა არის ხელოვნება ეგრე არის ფილმიც ხელოვნება და მე ცოტა ერთნაირად გადავთქო ვიდეო თამაშიც არის ხელოვნება ჩემი აზრით ეხლა ეხლა დამიმტკიცე მაგრამ წიგნებს კითხულობენ და წიგნს აქვს თავისი მომენტი ყველაფერსაც განმარტოების ესეთი არცერც არ აქვს ესეთი არცერც არ აქვს ფურცელთან განმარტოების ესეთი მე ფილმებს ნუ მასწავლით მე ღამეებს ვათენებ და მინდა რომ არ ჩამოვრჩე ამ ცხოვრებას და თქვენ არ ჩამოგრჩეთ და იმდენ იდიოტობას უყურებ სერიალებიდან დაწყებული ფილმები ნუ შემედრებით ნამდვილად ვიცახი ჩემი შვილი არ უყურებს ამდენს იმიტომ რომ მინდა რაღაცა და ძალიან ამ ბოლო დროს ძალიან მოიკოჭლა ყველა სიუჟეტებში და ყველაფერში ეს სხვა საქმეა აუ მაგრამ წიგნი არის შეუცვლელი გართულდა კითხვა მე მკითხელ ადამიანს გამირთულდა კითხვა ამის და სერიალების და ფილმების გადამკითხე ეს ართულებს კითხვას იმიტომ რომ ამას სხვა მდგომარეობის პოვნა ჭირდება მაგრამ წიგნი არის შეუცვლელი შეიძლება აღარ მინდა ეს სიტყვა ვთქვა მაგრამ აუცილებელი მომენტი შენი თავის შენვე გაზრდის კი რაღაც ხრი სწორი არის მე ახლა არა ძალიან ჭრიანური რამე ვთქვი ახლა მაგრამ მე ახლა ეს რაღაცას ვიტყვი როგორც მაგალითად ახლა წიგნი რატო არის კაი კრეატიულობისთვის კაი არის თქვენი აზრით წიგნი კი გეთახმები მაგრამ ვიდეო თამაში რატო არის ცუდიად თქვენ თავებითოს ერთობოდით რაღაცაზე გაერთობოდით წიგნი რო წაგეკითხათ და ფანტაზიებში წასულიყავთ ეხლა ეს არსებობს და ამით შეგიძლია გააკეთო ანუ შეიძლება ერთი წუთით მე კალათაში ბურთს ვერ ვაგდებ მთელი დღე რო ვიწვალო რაღაცა თამაში Angry Birds თუ რაღაცა არანაირად არ შემიძლია იმიტომ რომ მე აბაში ვერ გამომწვრთნის ჩემი შვილი არ შემიძლია მაგრამ რაღაცებს უღებულობ კაცო რაღაცა მომწონს რაც შენ მოგწონს მეც მომწონს უბრალოდ ახლა მე ვიტყვი ცოტა non-fiction წიგნები მაინტერესებს სიმართლე რო თქვა ეხლა ამაშია საქმე თავარი არ არის რას კითხო ხო მაგრამ ადრე იყო სტანდარტი რომ ლიტერატურა უნდა წაიკითხო ყველა ვარიანტში ეს შემოგაყრიან იმ ავტორებზე რომელიც არ იცი ჩემ სკოლაში იცი როგორ მასწავლეს წაიკითხე როგორ გაიგებ მაგრამ ავტორზე ხო უნდა იცოდე ვინ იყო ეხლა მაგრამ სკოლაში და მასწავლეს ილია ჭავჭავაძე მეხუთე კლასში ხო როგორც წერალი და არა როგორც საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე თუ არ იცი ვინ არის და რა გააკეთა ვერ გაიგებ მის წიგნებს ვერ გაიგებ რატომ დაწერა მოტივს თუ ვერ გაიგებ წიგნი რატომ წერია და არსებობს ვერ ისიამოვნებ 25 წლის ასაკში კაცი ადამიანი რატო დაწერა გეთანხმები ვიცოდი და პირდაპირ მასწავლი ეხლა მე უკვირთ მე მასწავლებს უკითხო ვაიმე ეს თაობა როგორია არ უყვართ ილია ჭავჭავაძე კი არ უყვართ შენ ვერ ასწავლე მაგას ილია ჭავჭავაძე მე ამას ვიტყვი აბსოლუტურად
ესეა ხალხო ილია ჭავჭავაძე თუ არ იცი ვერ გაიგებ რატო დაწერა და ვერ ისიამოვნებ ამ წიგნს და ვერ მიხვდები რა დაწერა ვერ მიხვდები კარგი ერთ კითხვას დაგისვამ ილია ჭავჭავაძე რომ აი ეს რაღაც ფიქციაში გადავიდეთ რომელ ვიდეო თამაშს ითამაშებდა ილია ჭავჭავაძე რომელ ვიდეო თამაშს ითამაშებდა ვაუ რა მაგარია ვიდეო თამაშები არ ვიცი ფიქრობ ხა აი რომელი დააინტერესებდა ესე აღთოვანებით რო გვიყვები ხონდა ძალიან დავფიქრდი ამაზე დაგელოდებით მე აფსაიდში ვარ მე აზე რა ვარ თამაშებს საინტერესო იმას ვიტყვი მაინკრაფტი მოეწონება და მაგას ყველაზე ძალიან ესე ვფიქრობ მაინკრაფტი რატო იმიტომ რომ მაინკრაფტი შექმნეს იმისთვის რომ აი რასაც გინდა აკეთებ სულ რო აშენებ რაღაცებს ხო ისე კუბიკები კი მივხვდი ამას რასა აშენებდა როგორ გონია რასა აშენებდა ბანკს შეიძლება საცალებით არა ბიბლიოთეკები მან ამ თამაში კარგი ისა რომ მარტო კი არ შეგიძლია ბევრი ხალხი შემოიყვანდო ერთად დააშენოთ რაღაცეები ან დახოცოთ ერთმანეთს სრულიად თავისუფლება არის მიშენები ახლა სადაგრე შტერიც არა ვარ ხო და მაინკრაფტი თუ აი არა მე მგონი მაინკრაფტი არ ვიცი ძალიან რთული შეკითხვა არის ცივილიზაციის თამაშები არის რამდენიმე ცივილიზაციაც ქმნი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეყარებოდა არა მგონია ესეთი თამაშები ლიაჭარჭოს რომ მოწონებოდა რატომღაც არ ვიცი აი კარგი მოდი ვთქვათ რამდენ საათს უთმობ ან რამდენ დროს უთმობ ტელეფონს დღეში screen time რამდენი გაქვს აი ხა ვნახავ ეს არის კომპიუტერი და ტელეფონი ერთად ანუ ესეც გაითვალისწინეთ აქ ერთად მაქვს მიბული სიმართლეს იტყვი აი გვანახებ ხალხს აჰა აი შევიდეთ screen time დღეში მაქვს 6 საათი და 51 წუთი ნუ შენ მუშაობ მანდ კი ნუ მუშაობ კიდეც მანდ ხო კარგი აი რა იკავებს ამ 6 საათს შენ გონია მე ვანაკლები მექნება ეხლა დიდი სამბით რომ გამოვიდე აქ თავი სრულიად ნორმალურია მე მგონი დღევანდელ დღეს მაგრამ რაში ხარჯავ ყველაზე მეტ დროს სოციალური ქსელი დღეში 2 საათი გართობა დღეში 1 საათი productivity and finance 10 წუთი დღეში თამაშები 5 წუთი დღეში მე რა ცოტას თამაშობ შუა ხო მართლა მოსამართლეა მაგი მე ესე ვფიქრობ ხო მეგონა ძალიან ბევრი რავი შოპინგზე და საჭმელზე 12 წამი მაგატარებული საშუალოდ მოგზაურობაზე 1 წუთი კრეატიულობაზე 8 წამი მე ეს რა უბედურება არის ვაიკო შენ რა არის შენთვის ეს ტელეფონი და სკროლვა და როგორ გონია რამდენად კარგია თუ ცუდია რომ აი ყველაფერი ხელის გულზე გაქვს ყველაფერი ხელმისაწვდომი გაქვს და ძალიან კაია ამას რო ვერ წარმოიდგენდი 30 წლის წინ ხო ნუ ეს გასაგებია ხო მე ეხლა არ საუბრობთ პოლიტიკაზე და აღარ შეგვიძლია მაგრამ მე ტელევიზორს არ უყურებ ხო ცნობილი ესეთი გამოთქმა არის როცა არ უნდა ჩერთო ხო Facebook-ი მიცვლის მეც არ უყურებ ტელევიზორს. მოხუნ Facebook-ი მიცვლის ინფორმაციას, რასაც დღის მანძილზე ვთქვათ გამოვრჩი, ან და რეპეტიციების დროს ჩართული არ მქონდა და უცბად მაძლევს მოკლედ თავარ რაღაცა ამბებს, რასაც არ უნდა გამოვრჩე წესით. როგორ ფიქრობ, რამდენად სწორად იყენებ, აი იმას რო ეძახიან ციფრულ ჰიგიენას რა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ნიკო დამეთანხმება რომ ცხოვრობთ ეს ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის ეპოქაში და ასე ვთქვათ, აი ამ სხვადასხვა მოზღვავებული ამბების ერაში და როგორ გონია რამდენად სწორად იყენებ და რამდენად იცი ეს უნარები, რამდენად გამოიმუშავე. გავარჩიო ნამდვილი არანამდვილისგან? კი, თითქოს ვისწავლე. კი. ნიკო, დრას ფიქრობ ამ თემაზე? იცით რა არის? აი, არ ვიცი როგორ ახსოვ, მაგრამ მე ვიცი როგორ განვასხვაო ახლა მაგალითად ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული ვიდეო თუ ნამდვილი. ვიცი რა ხდები? კი, როგორ არა. ხდები როგორ ახლა და ახლა დავამატებ რაღაცას. მე ახლა ლონდონში ვიყავ კონფერენციაზე წასულ და იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზუსტად ამ საკითხზე ველაპარაკე და ესე პასუხგამცა რომ ერთ-ერთი ვიგედაცვალე შედამე. რაო ბატონო რა გიპასუხა. ხო და ესე ზუსტად რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის განათლება, ამ განათლებაო. რომ აი ხა ხალხმა იცოდეს რომ მიხვდეს რა არის ნამდვილი და რა არა ხა. და ზუსტად ესე პასუხი მომცა რომ ხა ყველა მიცითო რომ მეო არ ამოვიღებ რაღაცა ჩემ პოლიტიკურ ოპონენტს ესე ღიად არ ვესრიო. ვიღაცამ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი გააკეთოს, უნდა მიხვდესო, რომ ეს არის სრულ ინფორმაცია და ეს არის თაღლითობა.
სრულ ინფორმაცია სულ იყო. ეხლა უბრალოდ ახალი მეთოდია. ადრეც იყო ხა მაგალითად ეხლა ტელევიზორში გავიდოდა რაღაცა, ან რაღაცას მალავდნენ ეხლა საბჭოთა კავშირში თუ დაინახავდი ჩაიკოვსკის ისა რა ქვია Swan Lake ქართულად როგორ არის კი არ ვიცი. გედების ტბას თუ დაინახავდი ტელევიზორში, ანუ სამხედრო გადატრიალება ხდებოდა, ეს ამას ნიშნავდა, ხო? და ესეთი მეთოდები სულ იყო და სწორი მითხრა იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განათლება არის გამოსავალი. მაგრამ მე რაღაცას დავამატებ. განათლება არ ნიშნავს მხოლოდ სკოლას და მხოლოდ ქულებს. განათლება არის ემოციურიც, ლოგიკურიც, სოციალურიც. განათლების მნიშვნელობა უნდა შეიცვალოს 21 საუკუნეში. ამან აიღო 10-იანი ამ საგნებში არ ნიშნავს რომ განათლებულია. ეს თაობა არის ძალიან განათლებული და შემიძლია გითხრათ რომ ბევრად უფრო ნაკლებ წიგნს კითხულობს ვიდრე თქვენი თაობა. ეს არის ხალხო ამისგან იღებს ხო ვიცი გავჩუმდი იმიტომ რომ სამწუხაროდ მართალი ხართ. ამისგან იღებს ინფორმაციას. ეს არის 21 საუკუნეში წიგნი და განათლება არის ეს. კარგი, არგუმენტს დაგიპირისპირებ, ზუსტად აი ამ კონტექსტში, სწორედ თქვენს თაობაზე, უბრალოდ თაობა ახლა იტყოდა, რომ ძალიან ზედაპირულები არიან. ზედაპირული ცოდნა აქვს რაღაცა 30 წამიანი ვიდეოები და ეგრეა. არ ფიქრობ რომ ზედაპირულია? რატო? თუ ეხლა ამ 30 ეხლა ვიდრე რაღაც თემა დამაინტერესდა და ეხლა წავიკითხო ამ ხელა წიგნი რო ამ სკროლინგის დროს რომ ამომიგდოს ამ თემამ შეიძლება დამაინტერესდეს და დავარისერჩო ეს 5 წუთში გავიგო ინფორმაცია ყველაფერზე და ხელოვნური ინტელექტი ამოგიყრეს ხო ყველაფერს ამომიყრეს ეხლა მე Google-საც აღარ ხმარობს ხალხი ChatGPT-ს ვეტყვი აი ხა უნივერსიტეტებს მაინტერესებდა ეს SAT-ს ითხოვდა თუ არა გამოსდას ის კი არა კი არ შევდი თვითონ უნივერსიტეტის საიტზე რაღაც გადავიყრი მივეცისია რომელს უნდა რომელს არა და მითხრა 2 წამში ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი. მოდი რამე ვკითხოთ ChatGPT-ს. აი, რა ვკითხოთ? არ მინდა მე. არ გინდა? რამე ვკითხოთ რა? რა შეიძლება ვკითხოთ? აი, გავხსენი. აი, რამე მინდა რომ ვკითხოთ ChatGPT-ს. ხო, მე არ ვიცი, რაღაცნაირ ვებრანჭები ჯერ არა ვარ ერთ ურთიერთობაში. ვიცი, ყველაფერი. და გამეგობრო? არ მინდა, ჯერ. ვინ არის ბარბარე თვალიშვილი? არ მომჭრას თავი ეხლა კაცო, თორე საერთოდ აღარ იმას ვიზავ. არ მომჭრა თავი, რამე კარგი თქვი ჩემზე. დაიბადა, თქვა რომ მოწოს დაიბადე? რა თქმა უნდა 1961 აგვისტო. 21 აგვისტო. 83-ში დაამთავრა. არ მინდა შენზე კარგად ვიცი კაცო ჩემი ცხოვრება დამანებეთ. ნახე, ფილმოგრაფია ტელევიზია, ოჯახი, სამსახიობო ხასიათი, კი იცის შენი როგორი ხარ სცენაზე. პირადი ინტერესები. რა მაქვს პირადი ინტერესები ერთი კითხე? აბა რას ფიქრობს? დიდ დროს უსმობს კულინარიას და სარგებლობს სამზარეულოს პოპულარული განტვირთვის სივრცეს აღქმით. და რაღაცა კერძების გემრიელად გამოსდისო. ესაა სულ ჩემი ისა პირადი სივრცე? ნუ ხანდახან არ ცოდნია ჩემზე ბევრი რამე. უფრო მეტი მომიყევი მასზე თქო უთხრა და მომიყვება. მე მოგიყვებით აგერ. კარგი. მოდი შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და სხვათა შორის აი რაზეც არ გვილაპარაკია, არ ვიცი თქვენს შემომაშველეთ, მაგრამ ეს არის ოჯახური ტრადიციები, რაზეც ხშირად ხოცავენ ხოლმე ასე ოჯახის წევრები ერთმანეთს, არის კი მკლაობა, რომ ეს რა საჭიროა და ასე შემდეგ. ნიკო, საჭიროა თუ არა და კარგია თუ არა ოჯახური ტრადიციები? ნუ ეხლა მე ვიტყვი რომ რაღაც ოჯახს თუ აქვს რაღაც ესეთი ტრადიცია რომ აი ესე უნდა გააკეთოს ამ ახალგაზრდებმა ამ ნორმაში უნდა არა ტრადიციას გააჩნია ხა სიმართლეს ვიტყვი გააჩნია ტრადიციას აი თუ რაღაც ეხლა ესეთი ტრადიცია აქვს რომ ყოველ ახალ წელს რაღაცას იცვან და ფოტოს იღებენ ერთად ეხლა ეგ მშვენიერია ძალიან კაია მაგრამ თუ არ ეხლა ესეთი ტრადიცია რომ ყველა ამ ბავშვმა უნდა ეს ისწავლოს ესე და მაინც ეს გამოვიდეს ხო აი ეგ არის ჩემთვის მიუღებელი ბაიკო, რას ფიქრობ და შევაჯამოთ და რას ეტყოდი მართლა ნიკოს თაობას და აი ამ ახალგაზრდებს შენი გადმოსახედიდან და აი იმ თემებით შესაჯამებლად რაზეც ვილაპარაკეთ. ერთს რას ვიტყვი, იცი, რაზეც მე ძალიან მწყდება გული და მინდა უთხრა, რომ სულ მეგონა რომ ყველაფერი მქონდა წინ. 25 მოიცა კაცო მოვასწრებ მე 30-ის მოვასწრებ მე არც ერთი დღე არ დაკარგოთ.
მერე არ არსებობს. არის დღეს და ეხლა. სულ მეგონა რომ 40-ის კიდე ახალგაზრდა ვიყავი. სულ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ დრო გარბის იმისთვის, რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია. აკეთეთ ყოველ დღე ის, რაც მიგიყვანთ თქვენ მიზნამდე. იყავით დამოუკიდებლები, ეცით თქვენ თავს პატივი. და რა ვიცი მე, არ ვიცი, კარგები ხართ რა, ძალიან კარგები ხართ. ხო, ოღონდ იცით რა არის კიდე, მე მიყვარს მაინც ეტიკეტი როცა იციან. აი რაღაცნაირი კულტურა ნუ გადაუსვავთ ხაზს. აი რაღაცა ურთიერთობის, სალმის, ქალის გატარების, აი ეს მაინც სასიამოვნოა, ჯერჯერობით შეიძლება მე აღარ იყოს ესეც, მაგრამ ნუ რაღაცნაირად აი კულტურა რაც არის, მისალმების. ნორმა, აი მე კულტურაზე ნორმას სხვანაირად უყურებ. მე ვფიქრობ რომ კულტურა და ზრდილობა პატივისცემა არის. სულ სხვა რაღაცა, ვიდრე რაღაც ნორმაში რომ ძალით არა, ნორმა არა, აი მაგალითად. ნიკო, უფროს უნდა დაასწრო სალამი? ეგ მეც არ ვიცი. მე ეგრე მასწავლეს. რო შეგხვდება უფროსი, უნდა მიესალმო ჯერ მეც პირველად მართლა? პირველად მესმის. აი ეს ეტყობა ეს მილენიალების ნორმა. არ ვიცი. ხო, აი სალამი, ზრდილობა, კარგი საუბარი, კარგი გაღიმება და აი რაღაცა ჩვეულებრივი რაც განგაწყობს ადამიანს. ნუ კულტურაზე ეს რა ვიცი მე რა ქვია. კარგი გაზრდილი ბავშვიაო რო იტყვი. კაი გაზრდილი ბავშვია შვილო. კაი ოჯახში შემოსაშვები. არა, ნუ რაღაცნაირად, არ ვიცი, მე მადლობელი ვარ, მომწონხართ, მიყვარხართ, შურს თქვენი, შეგნატრით თქვენ და მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს ისეთი, რომელსაც თქვენ იმსახურებთ. ნიკო, შენ რას გვეტყვი? ჩემს თაობას და ბაიას თაობას. ახალი თაობა სულ რო იძახდით, რომ ეხა ახალი თაობა გვიშველს, ახალი თაობა მოვიდა ეს ახალი თაობა. სად ხართ მე რა ვიცი მე? ხან ბრიტანეთში ხართ, ხან ვაშინგტონში ხართ. არ შემილია შვილო, ვერ დაგიცდი, წავიდა ჩემი ცხოვრება. ცოტა თქვენ ლოდინში. რას გვეტყვი? იმას ვიტყვი რომ ახალი მსოფლიო წესრიგი დადგა. რომ მსოფლიო შეიცვალა და იცვლება. კი ბატონო. ბევრად უფრო ჩქარა ვიდრე თქვენ დროს. და იმას ვიტყვი რომ აი ეს ნორმები რომ აი ეს ბავშვმა ეს უნდა ისწავლოს, ეს უნდა ამდენი წიგნი უნდა წაიკითხოს, რაღაცა ამაზე უნდა იაროს, დაამთავრეთ. უბრალოდ თქვენ თავს დააზიანებთ და ძალით ბავშვს ვერაფერს ვერ ასწავლეთ, ვერაფერს ვერ გააკეთებინებთ. ყველას უნდა ქონდეს თავისი ნება, თავისი ამბიცია უნდა იპოვოს ყველამ და ესე იქნებიან წარმატებულები. სოციალური ნორმები აი სკოლებში, როგორც არის ცუდი მოსწავლე, კაი მოსწავლე უნდა გაქრეს, იმიტომ რომ ეს დაღუპავს არა ბავშვს, არამედ სახელმწიფოს და ვფიქრობ, რომ თუ მართლა ახალ თაობაში არის ახალი თაობა არის ამ ქვეყნის მომავალი და არის, თქვენ უნდა ყველაფერი იქნათ, რომ ხელი შეუწყოთ, შევუქმნათ ახალგაზრდებს კარგი გარემო, რომ განვითარდნენ. დანარჩენს თვითონ მიხედავთ. და მართლა ეს ქვეყანა საბოლოოდ წარმატებული იქნება. ტაში მეგობრებო. დიდი მადლობა. მადლობა რომ ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ. იმედი მაქვს ჩვენი მაყურებლისთვისაც ეს ეპიზოდი ძალიან საინტერესო იყო. თუ ასეა, ველოდებით თქვენს გამოხმაურებებს, დაგვიტოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.